ოპერაცია ნემესისი მიზნად ისახავდა 1915 წლის სომეხთა გენოციდის ორგანიზატორი თურქებისა და მათი მოკავშირე მოღალატე სომხების დასჯას სომეხთა რევოლუციური ფედერაციის ორგანიზებით. ნემესისი მას ძველბერძნული შურისძიების ქალღმერთის პატივსაცემად ეწოდა. 1919 წელს მუდროსის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოწვეული იქნა თურქეთის სამხედრო სასამართლოს სხდომა, სადაც სომეხთა გენოციდის მთავარი ორგანიზატორების სიკვდილით დასჯა გადაწყდა. გაერთიანებულმა სამეფომ მალტაში რამდენიმე დეპორტირებულიც დააკავა. პოლიტიკური არეულობის თავიდან აცილების მიზნით ბრიტანელებმა ისინი მალტაში გადაიყვანეს სიკვდილით დასასჯელად, თუმცა იქ ისინი ინგლისელი პატიმრებით ჩაანაცვლეს და გაათავისუფლეს. მოქმედების შესახებ გადაწყვეტილება 1919 წელს ერევანში სომხური რევოლუციური ფედერაციის მე-9 საერთო კრებაზე მიიღეს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც გამოავლენდა გენოციდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმალულ დამნაშავეებს. დასახელდა გენოციდში დამნაშავე 650 პირი, საიდანაც გამოიყო 41 მთავარი მონაწილე. ოპერაცია ნემესისის განსახორციელებლად შეიქმნა პასუხისმგებელი ორგანო არმენ გაროს ხელმძღვანელობით და ასევე სპეციალური ფონდი შაჰან საჩაგლიანის ხელმძღვანელობით. ოპერაციის ხელმძღვანელები და მატერიალური მხარდამჭერები შაჰან ნატალი და გრიგორ მარჯანოვი იყვნენ. განხორციელდა შურისძიების ძირითადი მოქმედებები. 1920 წლის 19 ივნისს თბილისში არამ იერკანიანმა მისა კირაკოსიანის დახმარებით მოკლა აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისკი და დაჭრა მისი მეგობარი ხან მაჰმადოვი, ბაქოს პარლამენტის მუსავად პარტიის ყოფილი დამფუძნებელი. 1921 წლის 15 მარტს სოღომონ თეღლერიანმა ბერლინში მოკლა თურქეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი თალაათი. ოპერაციის დროს თეღლერიანის პარტნიორები იყვნენ ავეტიქ ისააკიანი და გრიგორ მარჯანოვი. 1921 წლის ივნისში სოღომონ თეღლერიანი ბერლინის სასამართლომ გაამართლა. 1921 წლის 21 ივლისს მისაკ თორლაკიანმა კონსტანტინოპოლში მოკლა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბეჰბუდ ჯივანშირ ხანი. თორლაკიანის ოპერაციის პარტნიორები იყვნენ ერვანდ ფუნდუკიანი და ჰარუთიუნ ჰარუთუნიანი. ბრიტანეთის სამხედრო სასამართლომ გაასამართლა თორლაკიანი და გაამართლა მისი პარტნიორები. 1921 წლის 5 დეკემბერს არშავის შირაქიანმა რომში მოკლა ახალგაზრდა თურქების პარტიის პირველი კაბინეტის ხელმძღვანელი საით ჰალიმი. 1922 წლის 17 აპრილს არშავირ შირაქიანმა და არამ იერკანიანმა ბერლინში მოკლეს ბეჰაიდინ შაქირი და ტრაპიზონის ყოფილი გუბერნატორი ჯემალ აზმი, რომელმაც ტრაპიზონში 15,000 სომეხი ბავშვის ზღვაში დახრჩობა ბრძანა. 1922 წლის 25 ივლისს თბილისში პეტროს ტერპოღოსიანმა და არტაშეს გევორქიანმა მოკლეს თურქეთის საზღვაო ძალების ყოფილი მინისტრი ჯემალი, რომელსაც ისასტიკის გამო ჯალათს უწოდებდნენ. ამ ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს სტეფან წაღიკიანმა და ზარე მელიქ შაჰნაზარიანცმა. 1920 წელს ნემესისის ფარგლებში რამდენიმე სომეხი მოღალატე გაასამართლეს და დახვრიტეს. 1920 წელს სოღომონ თეღლერიანმა კონსტანტინოპოლში მოკლა თურქეთის საიდუმლო პოლიციის პოლიტიკური ხელმძღვანელი მკრტიჩ ჰარუთუნიანი. 1920 წლის 27 მარტს არშავირ შირაქიანმა კონსტანტინოპოლში მოკლა ვაჰეი ხსაანი, რომელმაც თურქებისთვის 1915 წელს კონსტანტინოპოლში მოკლული სომეხი ინტელიგენციის სია შეადგინა. მათ შორის იყო წარუმატებელი განაჩენებიც. მსჯავრდებულთა სიას ხელმძღვანელობდნენ თურქეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ენვერი და კავშირის და პროგრესის პარტიის კომიტეტის გენერალური მდივანი ნაზიმი. ისინი განდევნეს, თუმცა მათი სიკვდილით დასჯა ვერ შედგა. ენვერი გერმანიიდან ბაქოს გავლით შუა აზიაში გაემგზავრა, სადაც ხელმძღვანელობდა ანტისაბჭოთა ბასმაჩის მოძრაობას. 1922 წელს ტაჯიკეთში წითელი არმიის სარდალმა ჰაკობ მელკომოვმა დახვრიტა ენვერი. ნაზიმი თურქეთში დაბრუნდა, სადაც მალევე სიკვდილით დასაჯეს ქემალ ათათურქზე თავდასხმის მცდელობისთვის.